მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია ბატონ ოთარ ტატიშვილთან და ნინო შარაშენიძესთან ერთად. ხო, ბევრი ვიფიქრეთ, რა თემა ყოფილიყო დღეს, რა თემაზე გვესაუბრა, სტუმრად ვინ მოგვეწვია. მინდოდა განსხვავებული ფორმატი. განსხვავებული ფორმატი და გამოგვივიდა. დღეს ჩვენი სტუმარი ადამიანი, რომლის პროფესია ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვას გულისხმობს. თუმცა, ყველა ექიმის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც ეს ზრუნვა კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენად ამებში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენად გადაიქცევა. სწორედ ასეთ ერთ შემთხვევაზე გვინდა დღეს მოგიყვეთ მე და ბატონმა ოთარმა და სანამ დეტალურად მოგიყვებით რაში იყო საქმე, სულ ორი სიტყვით გაგაცნობთ მდგომარეობას. თბილისის ერთ-ერთ უბანში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ახალგაზრდა მამაკაცმა უცებ გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილზე მისულ თბილისის მეხუთე რაიონული სამსახურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1709 ბრიგადას. ამდენი ბრიგადა თუ გყავდა ბატონო ოთარ სიმართლე გითხრები არ ვიცოდი. ძიმე სურათი დახვდა უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ სუნთქავდა და პულსიც არ ესინჯებოდა. როგორც თვითმხილველებისგან გაირკვა, სამსახურში მიმავალ ახალგაზრდა მამაკაცმა სრულიად შემთხვევით გაჩერებაზე უეცრად დაკარგა გონება. ბრიგადის წევრების მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ დაწყებული იქნა გულ-ფიტვის რეანიმაცია და მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი ფიბრილაციის მართვა. ხო, საინტერესოა ძალიან, რომ თავად ექიმი ლელა ჩუბინიძე იხსენებს, რომ დეფიბრილაციის შემდეგ პაციენტს სუნთქვა და გულის მუშაობა წამიერად აღუდგა, თუმცა მალევე განმეორდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია და ბრიგადის წევრების მიერ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა მაინც გულის მუშაობის აღდგენა და ბრიგადამ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაიწყო. ჰოსპიტალიზაციის პერიოდში ამ პროცესში პაციენტის მდგომარეობა ისევ გაუარესდა და კლინიკის ეზოში შეყვანისას უკვე გულის გაჩერება კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის და კლინიკის ექიმების კოორდინირებულმა ბრძოლამ, მუშაობამ შედეგი გამოიღო, პაციენტის გულის მუშაობა კვლავ აღდგა და მისი მკურნალობა უკვე გაგრძელდა კლინიკაში. ექიმმა ლელა ჩუბინიძემ რამდენჯერმე მოიკითხა მის მიერ გადარჩენილი პაციენტი, ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობს საბედნიეროდ და კლინიკიდანაც გაეწერა. ექიმი ლელა ჩუბინიძე უკვე 20 წელზე მეტია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქალბატონ ლელასთან ერთად მისი ბრიგადის წევრები, უმცროსი ექიმი ოთარაშვილი და მძღოლი მერაბ ჯიქიძე, რომლებიც ხო, მე არ მომუშავია სამწუხაროდ სასწრაფოზე და მოკლედ ეს ხალხი აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ მათ ისინი ძღებულობდნენ მონაწილეობას ამ პროცესში. რომ არა მძღოლი, რომელმაც სწრაფად მოახდინა რეაგირება და გადაიყვანა ექიმი, შეუძლებელი იქნებოდა ხა ექიმები ვართ და ვიცით პარკუჭოვანი ექსტრასისტოლის დროს უეცარი გულის გაჩერებას რამდენად ერთწამიანი რეაგირება ჭირდება, წინ ყველა დაკარგული წუთი შეიძლება პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინო, მაგრამ დარჩეს მძიმე ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც აღარ იქნება ჯანმრთელი. კი, აბსოლუტურად გეთანხმები, ღრმა ნევროლოგიური დეფიციტი შეიძლება დარჩეს ასეთ პაციენტს, ასე რომ ძალიან ბევრ რისკთან და ძალიან ბევრ გართულებასთან არის დაკავშირებული. პროფესია უსასრულოდ საპასუხისმგებლო პროფესიაა და ძალიან დიდ ბევრი პრობლემასთან არის დაკავშირებული მარტივად რა ვთქვათ ბატონო ოთარ, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებს ყველაზე უფრო მეტად ეხებათ ეს პრობლემა, იმიტომ რომ ისინი ვალდებული არიან დროის უკიდურესად მცირე მონაკვეთში მოახდინონ 100 შესაძლო ვარიანტიდან ერთი სწორი გამოსავალის მოძებნა. ეხლა თქვენ როდესაც სამედიცინო დასკვნას წერთ რადიოლოგიური კვლევის შედეგად, თქვენ ხო ამაზე ფიქრობთ? რა თქმა უნდა. ფიქრობთ შეიძლება რამოდენიმე დღეც, რამოდენიმე საათი, შეიძლება კოლეგების აზრიც მოიკითხო და ეს ექიმები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების წამებშია გადაწყვეტილება მისაღები. პაციენტის საწოლთან თუ აი შემთხვევის ადგილზე დგებიან საშინელი რეალობის წინაშე და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ერთ წამში. ლელა, მოგესალმებით, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. დიდი შესავალი გავაკეთეთ, მოგეთ, ქალბატონ ლელა. მოგესალმებით. მინდა და ჩვენი პატივისცემა გამოგვეხატათ არა მხოლოდ თქვენს წინაშე, არამედ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც თქვენსავით აი ესე მუდმივად თავისი ხშირად თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე, ხიფათის დროს, გაჭირვების დროს, წვიმაში, თოვლში ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავს. სხვათა
საერთაშორის ეხა უცებ გამახსენდა და არ შემიძლია რომ ვთქვათ არ მაპატიე მე მყავს მეგობარი ჩემი ჯგუფელი არაჩვეულებრივი ექიმი რომელიც სწორედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი იყო მთელი თავისი სიცოცხლე და ძალიან ძიმე ავარიაში მოყვა აი მიემართებოდნენ პაციენტი გადაარჩინეს და ბრუნდებოდნენ უკან და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების დროს თვითონ სასწრაფოს მანქანა მოხვდა და მან მიიღო მძიმე ტრავმა და ამ წუთში ის თვითონ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას და მე უსურვებ მას ჯანმრთელობას არ მინდა შეგნებულად სახელი დავასახელო ჩემი დიდი სიყვარული და პატივი შემამ ჩვენც უერთდებით კარგი დაიწყო შენი ექიმური კარიერა და რატომ მაინდა-მაინც სასწრაფოში მოგესალმებით სულ ყველა ძალიან დიდი მადლობა მოწვევებისთვის დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის რასაც გამოხატავთ სასწრაფოს ექიმების მიმართ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი სიყვარული და მადლიერება განსაკუთრებით ჩვენი პაციენტების მადლიერება ჩემი მუშაობა დაიწყო 23 წლის ვიყავი სულ პირველად რომ მოვედი სასწრაფოში ჩემთვის იყო ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა როგორ ვიმუშავებდი აი ასე სწრაფად დისციპლინირებულად მოწესრიგებულად იმიტომ რომ სასწრაფოს ექიმი მოითხოვს ბევრი ექსტრემალურად ეს ჩემთვის ადრენალინი მოითხოვს ბევრ ჩვევების ერთად ცოდნას ეს მარტო არ არის რომ ექიმობა აქ არის რომ სწრაფი მოქმედება სწრაფი გადაწყვეტილება ტრიაჟი უშიშრობა ერთ-ერთი წამყვანი არის იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისეთ პირობებში გვიწევს მუშაობა სასწრაფოს ექიმებს ყველაც რომ ყველანაირ შიშს რომ ძლევენ გადალახავენ და ძლევენ და გუნდურობა აუცილებელია რომ გუნდური მუშაობა შეგეძლოს სასწრაფოს ექიმი მძღოლი და უმცროს ექიმი თანაბრად ვინაწილებთ შრომას თანაბრად ვართ ჩართული სიცოცხლისთვის ბრძოლაში ჩვენ სამივეს მნიშვნელოვანია სამივეს წვლილი ამ სიცოცხლისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია 23 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა და გავართვი აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხა ჩვენ კი ვისაუბრეთ და შესავალი გავაკეთეთ და მოვყევით ის რაც წავიკითხეთ, რაც გავიგეთ, ხო? მაგრამ გაცილებით საინტერესოა თქვენი მოყოლილი, ანუ რა მოხდა, ანუ რატომ დაემართა ასეთი რამ ახალგაზრდა პრაქტიკულად ჯანმრთელ მამაკაცს? ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, მორიგეობა რო დაიწყო, დილი საათები იყო, შემოვიდა მისამართი ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცი უკონო მდგომარეობაში. გავედი და დაახლოებით 2 წუთში უკვე მისამართზე ვიყავით. როგორ გაუმართლა რა თქვენ ესე ახლოს? კი, ახლოს ვიყავით, სწრაფად მივედით. მამაკაცი ტროტუარზე უგონოდ იწვა, ირგვლივ იყო ბევრი ხალხი, იყო პანიკა, ექიმო გვიშველეთ, გადარჩება, ხო არ დაიღუპა. და როგორც აღნიშნეთ, არ აღენიშნებოდა პულსი, არ აღენიშნებოდა სუნთქვა, დავიწყეთ გფრ-ის სარეანიმაციო გულფირტვის რეანიმაცია. აღარ მოყვები რაც თქვენ წაიკითხეთ, აი ამ გულფირტვის რეანიმაციად როგორ დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არითმია. დავარტყით დენი არაერთხელ და შემდეგ უკვე თან დავიწყეთ ჰოსპიტალიზაცია. შემდეგ ასევე როგორც აღნიშნეთ, გულის გაჩერება ისევ დაფიქსირდა კლინიკაში და ისევ გუნდური მუშაობით, ისევ კლინიკა მამაც ძალიან ბევრი იბრძოლა და ძალიან აქტიურად იბრძოლა კლინიკამად. აღდგა რითმი და უკვე გადავიდა სარეანიმაციაში პაციენტი. და როდესაც საღამოს პაციენტი მოვიკითხეთ, ეხლა ბატონმა უთარმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მართვა მთავარია სწორი მართვა, გარდა იმისა, რომ შეუნარჩუნეთ სასიცოცხლო მაჩვენებლები პაციენტსა. აი ტვინი ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ჰიპოქსიისაგან არ დაზიანებულიყო და პაციენტი აბსოლუტურად იყო აი მაქსიმალური გაჩერება ქალბატონელო. გაჩერება გულის გაჩერება რეანიმაცია მიმდინარეობდა მუდმივად, ანუ ხელოვნურად ვამუშავებთ. მიხოდით რამდენი ხნის გაჩერება შეიძლება იმის ამის გაჩერებული ანუ 2-3 წუთი დაახლოებით დარეკვა და მისვლა ძალიან სწრაფად რადგანაც ჰიპოქსიაზე წავედით და თავის თვალზე ამიტომ მაინც ხო ეხა ზუსტად ამ დროს მაინც ეხა ისეთი პანიკა ვერ ვარკვევთ ამ დროს ზუსტი მონაცემები რადგან არა გვაქვს მაინც ჩვენი ეს პირველი ემოცია ის რომ გულის მუშაობა აღვადგინოთ
და დავასტაბილუროთ პაციენტი, მაგრამ მე უკვე ექიმები ყოველთვის ნერვიულობთ, რომ როგორ იქნება მისი ტვინი და როგორ გაგრძელდება. როდესაც აღამოს მოვიკითხეთ პაციენტი და გვითხრეს, რომ კონტაქტში შემოვიდაო პაციენტი, აი ძალიან ბედნიერები ვიყავით ჩვენც და მთელი ბრიგადა ერთმანეთს ულოცავდით და კლინიკის ექიმებიც ყველანი ერთმანეთს ულოცავდით. ამ პაციენტმა 22 დღე იმკურნალა კლინიკაში, ეხა უკვე ბინაზე არის მაგ კონტაქტი და კარგად გრძნობს აბსოლუტურად ჯანმრთელად თავს. ან დიაგნოზი რა იყო? აბსოლუტურად ახალ ის ჯანმრთელი მამაკაცი დილას მიდიოდა სამსახურში, როგორც მოგვიანებით გაირკვა, უეცრად დაერღვა რითმი, ამ რითმის დარღვევის მიზეზი იყო ჰიპოკალემია, კალიუმი დაუვარდა. წინა დღეებში აღნიშნავდა ფაღარათის ეპიზოდებს და ამის ფონზე იყო კალიუმის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია სიცოცხლისთვის საშიში ესეთი გართულება. როგორი დასაკავშირებელია, რომ შეიძლება კვებით ინტოქსიკაციის ფონზე მაგრამ აქ ისე ცუდად არ გრძნობდა თავს, რომ რაღაცა, მაგრამ ხო ექიმისთვის მიემართვა, ანუ აბსოლუტურად დილას ნორმალურად იყო მეუღლე თქვა, მაგრამ აი წინა დღის ჩივილებმა გამოიწვიეს ეს ეს კიდევ ხას გულსვამს, რომ ნებისმიერი კლინიკური ჩივილი რა შეიძლება აუცილებლად შეიძლება რომ უგულებელყოფა არ შეიძლება უგულებელყოფა. რამდენი მსგავსი შემთხვევა გექნებათ ალბათ ლელა ცხოვრებაში, ხო უამრავი ძალიან ხშირი. სასტრაფოს ექიმების შემთხვევაში ძალიან ხშირია. მარტო მე მქონდა ბოლო ორ თვის განმავლობაში ერთი 3 რეანიმაცია და 3 გადარჩენილი სიცოცხლე. ჩვენ ფილიალს მაგალითად მე-5 ფილიალი ვართ, მუხიანის ფილიალი. ალბათ ამ 26 წელს აქ 20-მდე დაახლოებით გადარჩენილი ექიმებს სიცოცხლე, რომლებიც აი ესე უშუალოდ სასტრაფოს ექიმებს. უშუალოდ სასტრაფოს ექიმებზეა საუბარი. ანუ საკმაოდ ხშირია ესეთი სიტუაციები და უეცარი ესეთი ქუჩაში, სახლში უეცრად გულის გაჩერება და სასტრაფოს ექიმები ჩაერთვებიან ამ ბრძოლაში, ერთვებიან და საკმაოდ უკვე წარმატებულ რეანიმაციები საკმაოდ ხშირია წარმატებით შედეგი. უეცარი გულის გაჩერებები ოთარ უამრავი ტრამვა, ავტოსაგზაო შემთხვევები, ინტოქსიკაციები, ალკოჰოლური, რა ვიცი, დამწრობა, გნებავთ დამწრობა. სხვათა შორის, აი უკიდურესად საინტერესო სპეციფიკაა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მუშაობა. მე მახსოვს ჩემს სტუდენტობაში ესეთი არსებობდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 9-1-1 კურსები, შენც ხომ არ გაქვს გავიგე. და იქ იმდენი საინტერესო მაშინ რამოდენიმე კვირიანი ტრეინინგი იყო და ეს არა ექიმებისთვის თუ ექიმებისთვის ეს არა ექიმებისთვისაც არის რაღაც პირველ დახმარებას იყო სხვათა შორის და ესეთი ჩემთვის სრულიად ახალი ფორმატი იყო და იქ მთელი ცენტრი იყო, სადაც გქონდათ მულაჟები, რაზედაც ინტუბაციას გავს გადამზადებას გავდივართ მუდმივად ამის კითხვა მინდა. ტრიაჟი, აი თურმე რა საინტერესოა, პირველი გაკვეთილი რო ჩაგვიტარეს და მოგცეს სიტუაციური ამოცანა, დიდი ტრამვა იყო, რომ როგორ დააწყვეს, როგორ უნდა, რა დროს უნდა მიეშველო პაციენტს. როგორ უნდა პირველი არის თურმე მთავარი ტრიაჟი ამ დროს რომ კი ბატონო ხო თითქოს ყველაზე მძიმეთი იწყებს და ეცემი ამ დროს შეიძლება ყველაზე მარტივი ძალიან დაგიმძიმდეს კი ბატონო გადარჩევა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კი ბატონო ჩვენ მუდმივად გავდივართ ამ გადამზადებას, ჩვენ სასწავლო ცენტრი აქვთ აბსოლუტურად აღჭურვილია ის მულაჟებით და ყველანაირი ტექნიკით და ჩვენი მძღოლიც, უმცროსი ექიმიც, უფროსი ექიმიც მუდმივად გავდივართ გადამზადებას, კი ბატონო, მაღალ აბსოლუტურად საჭიროების შემთხვევაში ყველაზე მეტი ხელი დიდი დახმარებაა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რომ მუშაობთ ექიმები, გვეხმარება ასევე მძღოლიც, მძღოლიცაც აქ გავლილი ის პირველადი დახმარება და იმიტომ რომ ამ დროს დახმარებას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა რაღაცა. ამიტომ გვეხმარება. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგალითად აი როგორ დაგეხმარათ ბატონი ოთარი და ბატონი მერაბი. როგორ დაგვეხმარა ბატონი ოთარი და ბატონი მერაბი, სანამ გულფილტვის რეანიმაციას ვატარებდი და ელექტროშოკს ვიყენებდი, ბატონი ოთარი დგამდა ვენას. ბატონი მერაბი ამ დროს ვუთხარით რომ ბატონო მერაბ ადრენალინი მოგვაწოდეთქო იციან სადადებს და ბატონმა მერაბმა შპრიცი გახსნა ადრენალინები გაგვიტეხა და ადრენალინები ანუ წამს არ კარგავთ ყველა რაღაცას აკეთებს მაქსიმალურად ჩართული არის აი ესე გვეხმარება ეს ტრეინინგი გავლილი აქვს მძღოლსაც კი ბატონო გეფერის ტრეინინგი გულფილტვის რეანიმაციის ტრეინინგი გავლილი აქვს მძღოლსაც ნუ უმცროს თავის თავს და უფროს კიდე თავის თავს კი ბატონო და ეს ტექნიკურად სრულიად აღჭურვილია თქვენი ყველა მანქანა სასწრაფოს მანქანა ჩვენი აღჭურვილია ტექნიკურად რაც ჭირდება ყველაფრით აბსოლუტურად
გვაქვს როგორც დეფიბრილატორის აპარატები, გვაქვს გეფერტუმბოს აპარატები, რომლებიც კი ბატონო, კი მარტვით სუნთქვაზე გადავიყვანოთ, დახუწულ სუნთქვაზე მარტვით სუნთქვაზე გადავიყვანოთ, ასევე გვაქვს აპარატი გეფერტუმბო არის, რომელიც ეს გეფერის გაკეთებაში თვითონ გეხმარება და საკმაოდ გიმარტივებს საქმეს და საკმაოდ კარგ შედეგს დებთ საბოლოოდ. იმიტომ რომ თანმიმდევრულია ალბათ და თანაბარი კი ბატონო, აბსოლუტურად თანმიმდევრული ძალით მუშაობს, სიხშირით მუშაობს, წყვეტა არ არის, წყვეტას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა 36 წამი უნდა იყოს მინიმალური წყვეტა გეფერის დროს, რაც რომლის დროსაც დენს არტყამ. კი ბატონო. ხო. ანუ ყველა მიცის, ეხა გადიან ხო 32-ზე ესე იყო ჩაბერვა და მე უკვე რო გადადიხარ. იცით რა არის? მე რამდენადაც ვიცი ეს გადამზადების კურსები არსებობს არა ექიმებისთვისაც, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია არა ექიმებისთვის გადამზადი, იმიტომ რომ სანამ ექიმი მივა, სანამ ბრიგადა მივა, თუ იქვე მყოფებმა იციან და იწყებენ გეფერს, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აი მაგალითად პატრულის თანამშრომლები გადიან, პატრულებიც გადიან, მაშველებიც გადიან და მეხანძრეებიც გადიან. მე ვიძახი აბსოლუტურად სრულიად ისეთ მოსახლეობას. შენ გულისხმობ ხალხო ნინო, დაუშვათ თუ გინდათ სტუდენტები, თუ გინდათ სკოლის უბრალო გამლელი ქუჩაში. ეს შემთხვევა მახსენდება მაგასთან დაკავშირებით. ღამეა უკვე საღამო იყო და ზარი შემოვიდა რომ 17 წლის მოზარდი უგონოთ სტადიონზე. და სანამ ჩვენი ბრიგადა მივიდა 17 წლის ბავშვებს არ დაიბნენ და იქაც იყო გულის გაჩერება. დაიწყეს გულფილტვის რეანიმაცია, გეფერი, გულის არაპირდაპირი მასაჟი და არ გაჩერებულან სანამ ჩვენი ბრიგადა მივიდა. ეს იყო ძალიან გადამწყვეტი იმ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენისთვის, იმიტომ რომ არ დაიკარგა ის დრო და ტვინიც აბსოლუტურად არ იყო ჰიპოქსიაში და ტვინიც გადარჩა. იქაც ბრიგადა ისე იმუშავა, რომ აღადგინა გულის რიტმი და შევიდა აღდგენილი გულის რიტმით ის ბავშვი კლინიკაში და გადარჩა ასევე ის ბავშვიც. ხო, აი ესე ჩვენი გადაცემა სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ არ ვიძლევით აქ დანიშნულება, ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით მოსახლეობას. თუ არსებობს, იცი რა, ხო შეიძლება რომ იყოს მსურველები, რომლებსაც უნდა რომ ეს ამბავი გაიაროს, ისწავლოს და ფლობდეს, ხო? არის ეგეთი დღესდღეობით არის უკვე ეგეთი გადამზადების კურსები, რამდენიმე დღიანი გადამზადების კურსები, სადაც ასწავლიან პირველად დახმარებას. კი ბატონო. თქვენ ტელეფონის გამორთვა არ შეიძლება. ხო, თქვენ გეპატიებათ. ქავატონელა, ნახეთ, აი, ანუ ყველა თავის საქმეს აკეთებსო, წამი არ იკარგება, რაც სწორია და ძალიან კარგია. მაინც მთავარი რა არის ამ დროს, აი, როდესაც ესეთ რთულ და ექსტრემალურ სიტუაციაში გიწევთ მუშაობა. სიტუაციის სწორად შეფასება ბატონო თან. კი ბატონო, სიტუაციის სწორად შეფასება. პროფესიონალიზმი ამაზე არა გვაქვს ლაპარაკი. მობილიზება რაც შეიძლება, სწრაფი მოქმედება, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და ემოციების კონტროლი. არ უნდა აყვეთ ემოციებს, აბსოლუტურად ცივი გონებით ვიწყებთ მუშაობას. საკუთრებით ტრამვის დროს ხო წარმოგიდგენია რა წამოჩი. კიდევ აღნიშნე გუნდურობა არის გადამწყვეტი, გუნდურად მუშაობა. გუნდში როცა ბრიგადას მუშაობს გუნდურად და შეხმატკბილებულად აუცილებლად საკვირველია. ბევრად უკეთეს და კარგ შედეგს დებს. ნებისმიერი საქმე გუნდურად უფრო კარგად კეთდება, მაგრამ ექიმობაში ეს ყველაზე მეტად იგრძნობა. კი ბატონო. გუნდური და ყველაზე მთავარი ის არის ხომ რომ ძალიან ხშირად ადამიანების ის ნაწილი, რომელიც აი თითქოს ჭრდილში დგას, იმხელა საქმეს აკეთებენ, რომ ზოგჯერ ის საქმე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აი პირველი სკრიპტის ვინც სიტუაციას მართავს. მაგიტომ ამბობ, რომ ჩვენ ბრიგადაში გადამწყვეტი არის მეორე ექიმის როლიც და მძღოლის როლიც აუცილებლად. მარტო ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ჩვენ სამივე მუშაობთ ისე, რომ სამივე წვლილი არის შეუფასებელი ამ ბრძოლაში. ისე ლელა რამდენი გექნებათ ყველა გამოძახებათ, ხო? კი, ეგეთებიც არის, ამ ბოლო დროს ცოტა უფრო ამაღლდა შეფასება და ნაკლებად გვიძახებენ, მაგრამ იყო ესეთი რომ თერმომეტრი არ მაქვს და სიცხის გაზომვა მინდა, იყო ესეთი რომ წნევას აპარატი არ აქვს და იქნებ წნევა გადამიკონტროლოთ, იყო ისე უბრალოდ გამოძახებები, მარტო ხელები კი უბრალოდ რომ უნდა გასაუბრება უნდა და დალაპარაკება უნდა, თუმცა დღესდღეობით მივხვდნენ რომ სასწრაფოს უფრო მეტი დანიშნულება აქვს, უფრო იმ დროს როდესაც იქ იკარგება შეიძლება სხვის სიცოცხლე საფრთხეში იყოს და იქ დააგვიანდეს და ამიტომ დღესდღეობით იკლო
არამიზნობრივმა გამოძახებებმა. რა მაინტერესებს იცით, აი საქართველოს თბილისი მაგალითად ალბათ დაყოფილია რეგიონებად, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაადგილდეს, ხო, სწრაფად მიხვიდე. აი ეს ფილიალები ფილიალები და აი რამ დაახლოებით თქვენი ტერიტორია, რასაც მოიცავს აი თქვენი მუხიანის ფილიალი. რამდენ წუთში შეგიძლიათ ნებისმიერ მისამართზე რომ მიხვიდეთ? არ არის პატარა ტერიტორია თქვენს დაქვემდებარებაში. ფილიალია ჩვენ არის გლდანის ნაწილი, მუხიანი, თემქა, იქით ზღვის ტერიტორიაზეც გავდივართ, თუ დახმარება უნდა კიდევ უფრო შორსაც გავდივართ. მაქსიმალური დრო, მაქსიმალურს ვიძახი, არის ჩვენი მისვლის არის 10-12 წუთი. ეს არის ძალიან უფრო შორი მისამართით თუა, თორე თუ ახლოს არის როგორ გითხარით 2 წუთში ვიყავით მისამართზე. გამახსენდება იცი არ შემიძლია ხა ცხონერი ფორმატი გვაქვს და ალბათ შეიძლება დღეს აი ეს ყვადაღებული ვიდეო რო იყო ექიმს რო ურეკავს ანკეტას რო ასწავლე. აი ეს ანკეტის შევსებად ხო შეიძლება ესე ხდება ხოლმე მართლა ესეთი ემდენი დრო იკარგება ამ ანკეტის შევსებაში. ასე ამბობენ, მაგრამ როდესაც რეკავს პაციენტი და მისამართს იღებს, ის უკვე გადმოგცემს ჩვენ მისამართს, მაგრამ პარალელურ დროში აგროვებს ინფორმაციას, რომ თუ შეუძლია დაეხმაროს იქიდან რჩევის სახით და შემდეგ ჩვენს გვაწვდის ამ ინფორმაციას. ან დრო არ იკარგება დარეკვიდან პაციენტ გონია როცა ცუდად არის ადამიანი რომ იკარგება, მაგრამ ეგრე არ არის. ის მისამართი უკვე გადმოცემულია, მიიღებს და მისამართს დააფიქსირებს. ბავშვად, აი ესეთი შემთხვევები თუ არის, რომ დაუშვათ რაღაც ერთი გარკვეული თბილისის გეოგრაფიული არეალი და ძალიან დატვირთულია სასტრაფოები და შეიძლება რომ სხვა ფილიალიდან გამოგიძახონ სხვა უბანზე. კი, როგორ არა ხდება ესეთი რამ. კი, როგორ არა, თუ მაგიტო თქვით, თუ თქვა ექსტრემალური სიტუაცია თუ არის მთელი ქალაქის სასტრაფო მობილიზებული. მთელი ქალაქის მასშტაბით შეიძლება გაგიშვან. იმის დამიხედვით სად უფრო ახლოს ახარ და როგორ ახარ იგიშვებენ ერთი უბნიდან მეორეში, თუ იმ უბანში უკვე ბრიგადები აღარ არიან დატვირთული, აბსოლუტურად სხვას გადასცემენ მაშინ ამ მისამართს. მაგ ხრივ კი ნაწილდება, თვითონ ანაწილებენ. მე რა იმ ესეთი გლობალური პრობლემა კი მინახავს, როცა სხვა ფილიალის სასტრაფოებით შემოსულა. მთელი ქალაქის მასშტაბით გადაგანაწილებენ აბსოლუტურად. ისე რომ პედიატრიულ სამსახურსაც ითვალისწინებს თუ პედიატრიული ცალკეა? არა, პედიატრიულსაც ითვალისწინებს, კი. იმიტომ რომ არც თუ ისე ბევრია ცალკე პედიატრიული სასტრაფოები, მე რამდენადაც ვიცი. არა, 112-ის ბრიგადები ითვალისწინებს, საგანგებოს ბრიგადები ითვალისწინებს პედიატრიულს. ჩვენ ბავშვებსაც ისე ვემსახურებით, როგორც დიდებს, ჩვენ ესე ვემსახურებით, კი ბატონო. ანუ დანარჩენი რო არის კონკრეტულად აი პედიატრიული სასტრაფოები, ეს კერძოა ყველა? კერძოა. და ისინი ალბათ კონკრეტულად გეგმიურ პაციენტებს დანიშნულებებს იძლევიან, ადგილზე თუ რამე დახმარება უნდა ბავშვს ესეთ. ანუ პირველი სასტრაფო დახმარება თქვენ ხართ. დიდისთვისაც ბავშვისთვის. ანუ თქვენ პედიატრებიც ხართ თავი. კი ბატონო, კი, პედიატრებიც ვართ, ესე რომ აი ეჭვი არ მეპარება რომ გექნებათ ისეთი გამოძახებები, რომლის დროსაც აი დანიშნულების შესასრულებლად გიძახებენ რომ მაგალითად უნდათ ინტრავენური ინფუზია ან მსგავსი. ამის გაკეთების უფლება გაქვთ თუ მხოლოდ არა, ამის გაკეთების უფლება არ აქვს, ამაში იკარგება დრო ისე და ბრიგადის რესურსი. ამ დროს შეიძლება უფრო სხვა განჭირდებოდეს ჩვენი ბრიგადა ამის გაკეთება ამას არ ვაკეთებთ. თერაპიულ დახმარებას არ ვაკეთებთ ბინაზე. და პირველადი სასტრაფო თუ რამეა გადაყვანა და დანარჩენი ჰოსპიტალში. სტაბილიზირება და გადაყვანა თუ ინტრავენური ინფუზია ჭირდება ჩვენი მხრიდან, ამას ჩვენ ვაკეთებთ. გზაში კი ბატონო. კარგი, ჩვენ ახლა პაუზა უნდა ავიღოთ. გვანიშნებენ ხო, როცა საინტერესო თემაზე საუბრობ და კარგი სტუმარი გყავს, ყოველთვის სწრაფად გარბის დრო. მე ეს ვისწავლი ამ გადაცემიდან. ხო, კარგი, მოკლედ პატარა პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. ახლა შემოგვიერთდა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს განსაკუთრებული სტუმარი გვყავს ლელა ჩუბინიძე, ექიმი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე წამებში გადაარჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ლელას მთელი პროფესია ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ყველა ექიმის ცხოვრებაში დგება ის ერთი მომენტი, როდესაც მისი წამიერად მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად გადაარჩენს ვიღაცის სიცოცხლეს. ჩვენ მოგიყავით ამ ძალიან საინტერესო და შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი წინა ჩართვა, ვისაც გაინტერესებთ იმ სახლა შემოგვიერთით, შეგიძლიათ არის ამის საშუალება უკვე გადაგვახვიოთ და გვისმინოთ ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. ძალიან საინტერესო თემებზე და ჩვენ საერთოდ ზოგადად სასტრაფოს მუშაობის თავისებურებაზე გავამახვილეთ დღეს ყურადღება და ლელა თქვენი მუშაობა, რა თქმა უნდა, ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობასთან ერთად ზოგჯერ ითვალისწინებს ისეთი
მუშაობას, როდესაც აი რაღაცა კატასტროფა ხდება, რაღაცა წყალდიდობა, მიწისძვრა, რა ვიცი, ხანძარი და ასე შემდეგ. ამ დროს ახლა თქვენი მორიგექცანი და სწრაფოს მძღოლი მარტო საქმეს ვერ გაუმკლავდებით. და ვიცი რომ ხშირად მაშველებთან ერთად მუშაობთ ხოლმე. გვეხმარებიან მაშველების ბიჭები. ძალიან დიდი მადლობა მათ, ფაქტიურად ერთი გუნდი ვართ. დაუზარლად გვეხმარებიან ძალიან ხშირად პატრული. ჩვენ ერთად მუშაობთ ძალიან აი ესეთ მასიური კატასტროფების შემთხვევაში ხანძრები, აკარები ჩაიკეტა, შიგნით ან პაციენტია ცუდად არის ვერ გადავდივართ, ავარიებია, პაციენტის გამოყვანა არის. ძალიან ხშირად გვეხმარებიან ისინი. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია თქვენი დღევანდელი სტუმრობა ჩვენთან. გისურვებთ ძალიან ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს. მარტივი არ არის იყოს სასწრაფოს ექიმი. მარტივი კი არა, ყველაზე რთულია მე თუ მკითხავ. კი, ამაზე გავამახვილე მე ჩემი ყურადღება და ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება საერთოდ ზოგადად, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ როდესაც ყავს შენი კოლეგა, კოლექტივი, სადაც შეგიძლია დროის მცირე მონაკვეთში თუ გინდა, მაგრამ სხვისი აზრიც გაიზია, რომ ბევრად უფრო მარტივია და ჩვენ ვერ ვაფასებთ ამ ფუფუნებას და როდესაც მარტოდ გეხარ ადამიანის იგივე თქვენ ახსენეთ რომ ქუჩაში აქცეული ადამიანის გადასარჩენად წარმომიდგენია რამდენი ძალისხმევა რამხელა მობილიზირება ჭირდება ალბათ არც გახსენდებათ იმ დროს სხვა არაფერი ხო ისეთ აზარტში ხარ და ისეთ ემოციაში ხარ რომ აი ყველანაირად მომართული ხარ და არა მარტო შენ მთელი ბრიგადა რომ ერთადერთი მიზნისკენ მარტო გადაარჩინო პაციენტი ხვას არც განიხილავ საერთოდ მთელ ძალისხმევას დებ ამაში მთელ ემოციას ენერგიას ცოდნას ყველაფერს დებ ამაში რომ გადაარჩინო პაციენტი ძალიან ბევრი ენერგია მიაქვს ძალიან ბევრი ემოცია მიაქვს ერთ მორიგეობას დარწმუნებული ვარ ამაში აი შემდეგ როგორ ახერხებთ თქვენი მეთოდი გააქვთ რამე ამ ენერგიის აღდგენის და ემოციურად ისევ ასე ვთქვათ ფორმაში ჩადგომის იცით როგორ არის აი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე მთლიანად ყველაფერს ერთიანად აღადგენინებს ხოლმე ამ ეს ემოცია მთლიანად ყველაფერს ერთიანად აღადგენინებს ხოლმე პაციენტები რომლებიც შეხვდებიან რომლებიც მადლიერებას გამოხატავენ რომელსაც უთქვიათ რომ აი ეს გოგო ეს ქალები მაინც ახლა სუსტი გონიათ მაგრამ ისე ივაშკაცა ამ გოგომ რომ აი ჩემი ოჯახის წევრია და უკვე ყველაფერი ყველა ეს ემოცია ერთიანად დაღლილობა და ყველაფერი მოგეხსნება ხოლმე აი ეს არის ძალიან დიდი სტიმული ჩვენთვის. ერთნიშნულად რა თქმა უნდა. დანარჩენი ჩვეულებრივად როგორც ხდება ოჯახში, მეგობრებში, რა ვიცი. ანუ ერთი დღე მუშაობთ და რამდენი დღე ისვენებთ? 3 დღე ვისვენებ და ერთი დღე მორიგეობ. დილიდან დილამდე. 24 საათი. 24 საათი, დიახ, 24 საათი მუშაობთ. დილიდან დილამდე. დილიდან დილამდე 24 საათი როგორია, აბა? იარე გამოძახებებზე და 20 წლის განმავლობაში. აბა და შეიძლება მსგავსი რეანიმაცია 2-ით შეგხვდეს დილიდან დილამდე დღეში 2 შეგხვდეს მსგავსიც სხვადასხვანაირად გამოძახება საერთოდ დღის განმავლობაში 2 გამოძახებით არ შემოიფარგლება თქვენ არა გამოძახება საკმაოდ ბევრია დაახლოებით 15-დან 20-მდე არის ჩვეულებრივ თუ უფრო დატვირთული არის რაღაც ვირუსები არის ან ისეთი პერიოდი შეიძლება ცოტა მეტიც იყოს კიდე გამოძახება და იმისი რა ხდებოდა კოვიდის დროს კოვიდის დროს მართლა სასწაული ხდებოდა მართლა სასწაულად იმუშავეს სასწრაფოს ექიმება გმირულად და უშიშრად იმუშავეს სასწრაფოს ექიმება. ანუ სხვა რეჟიმზე იყავით ხო გადასული? სხვა რეჟიმზე ვიყავით გადასული. ყველა რო ალბათ დისტანციით იყო და ყველა რო იზოლირებული იყო სასწრაფოს ექიმები არა მარტო ოდოთ კიდე დატვირთული რეჟიმით კიდე უფრო დატვირთული რეჟიმით მუშაობდნენ და მუდმივად იყვნენ კოვიდ პაციენტებთან მუდმივად იყვნენ მათ მართვაში გარდა თვითონ ფიზიკური ავადობისა რამდენია შიშით შეპყრობილი, რომელიც გიძახებს დარწმუნებულია, რომ აქვს მძიმე და უნდა დაამშვიდო, ემოციურად მოეკიდო,
ამიტომ სასწრაფოს ექიმი არ არის მარტო ბევრისთვის ხანდახან შეიძლება ოჯახის წევრივით აღმოჩნდე, ფსიქოლოგიური დახმარება უნდა და შენი ერთი სიტყვაც კი ამშვიდებდეს. ბევრ უნარებს მოითხოვს ერთად, გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ისე რომ სხვას დაეხმარო. აი სწორედ ამიტომ მე ვთვლი რომ ყველა ვერ იქნება სასწრაფოს ექიმი. რა თქმა უნდა. შეიძლება იყოს კარგი ექიმი, მაგრამ ვერ იყოს სასწრაფოს ექიმი. აი ეს დაახლოებით რა ვარიანტია, იცი? შეიძლება იცოდე მათემატიკა ძალიან, მაგრამ მათემატიკის პედაგოგად არ გამოდგენ. არის ცალკე ნიჭია, ქალბატონო ნინო, დამეთანხმეთ. პედაგოგიკა საერთოდ ცალკე ნიჭია. ცალკე ნიჭია და ესეც ცალკე ნიჭია, სასწრაფოს ექიმი, იმიტომ რომ მარტო ექიმი არ ხარ, ნახე ფსიქოლოგი ხარ, იქ სადღაც უნდა გაიღიმოს, შეიძლება სულ არ გეღიმება, დაღლილი ხარ სამუშაო დღის ბოლო, დილიდან დილამდე, უნდა გაიღიმო, დაელაპარაკო, მოეფერო, დაამშვიდო, დააწყნარო და ასე შემდეგ. ანუ ძალიან გაიზიარო. ძალიან, ანუ ოჯახის წევრი ხდები მე მარტივ ჭეშმარიტებას გეტყვი, როდესაც მიჭირს ჩემი ოჯახის წევრებთან განსაკუთრებით და სასწრაფოს ვიძახე? სასწრაფოს ვიძახე. კარგი, გვანიშნებენ რომ დაასრულეთო, თუმცა ჩვენ დასრულება არ გვინდა, ისეთი კარგი სტუმარი გვყავს და ისეთ თემებზე საუბრობთ, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა. მადლობა გადაუხადო თქვენს კოლეგებს, ჩემს კოლეგებს, ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ თავისი საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე ზრუნავენ სხვების გადარჩენაზე და დიდი მადლობა ყველა მათ აი ამ გაწეული სამსახურისთვის ლელა თქვენ პირადად დიდი მადლობა. ლელა ჩუბინიძეს პირადად ჩვენგან მადლობა. ყველა მის კოლეგას. კი ბატონო. მეც იცით რა მეც ესე საბოლოო დასკვნასავით ვიტყოდი სასწრაფოს ექიმებმა მართლა ძალიან რთული არის გარკვეულ სპეციფიკას მოითხოვს მაგრამ თუ ყველა პაციენტი დაინახავს შენი ოჯახის წევრს და მეუდგები როგორც შენი ოჯახის წევრი დედას, მამას, ძმას, მეგობარს, შვილს აუცილებლად ეს ყველაფერი უფრო გაგიმარტივდება. კი, ნამდვილად ასეა. გემშვიდობებით ერთი კვირით.